რატომ უნდა დავნერგოთ პრაქტიკული კვლევა სკოლაში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გამიხილოთ ორი მაგალითი. როგორია სკოლა პრაქტიკული კვლევის განხორციელებამდე და პრაქტიკული კვლევის დანერგვის შემდეგ. თუ გვინდა ვნახოთ, როგორია სკოლა პრაქტიკული კვლევის გარეშე, საკმარისია თვალი გადავაბობოთ ჩვენს რეალობაში არსებული ნებისმიერი სკოლის პრობლემას. ისეთ როგორიცაა კლასის მართვასთან დაკავშირებული სირთულეები. მნიშვნელოვანია ასევე მშობელთა ნაკლები ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. გასათვალისწინებელია მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია და ამის შედეგად გამოწვეული არადამაკმაყოფილებელი აკადემიური მოსწრება. ამ ყოველივეზე გავლენას ახდენს მასწავლებელთა მოტივაცია, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. აღსანიშნავია არათანმშრომლობითი გარემო, რომელიც გავლენას ახდენს სასკოლო სივრცეზე. ზემოთხსენებული პრობლემები კი ძირს უთხრის სკოლის წარმატებულობის იდეას. ცხადია, რომ გადასაჭრელია პრობლემები კლასის არაეფექტურ მართვასთან, მასწავლებლის მოტივაციასთან, მოსწავლის მოტივაციასთან, მშობელთა ჩართულობასთან, მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებასა და არათანმშრომლობით გარემოსთან დაკავშირებით. ამ პრობლემების აღმოსაფრთხებლად ეფექტური იქნება სკოლაში პრაქტიკული კვლევის დანერგვა, რომელიც მოაწესრიგებს ყველა ზემოჩამოთვლილ პრობლემას და შედეგად გვექნება. კლასის ეფექტურად მართვის გაუმჯობესებული უნარ-ჩვევები. მშობელთა ჩართულობის მაღალი მაჩვენებელი. ურთიერთთანამშრომლობითი გარემო. მოსწავლეთა გაუმჯობესებული მოტივაცია და მაღალი აკადემიური მოსწრება. მასწავლებელთა გაზრდილი მოტივაცია. ამ სირთულეთა მოგვარება სკოლის წარმატებულობას განაპირობებს. საინტერესოა რა ეტაპების გავლა მოგვიწევს ამ პრობლემათა გადასაჭრელად. პირველ საფეხურზე უნდა მოხდეს სკოლისათვის მნიშვნელოვანი რეალური და აქტუალური პრობლემის იდენტიფიცირება. სკოლის ადმინისტრაციის ხელშეწყობით უნდა ჩამოყალიბდეს კომისია, რომელიც შედგება მასწავლებლების, ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისაგან. შემდგომ საფეხურზე ხდება უკვე იდენტიფიცირებული პრობლემის შესწავლა დაკვირვების საფუძველზე. დადგენილი პრობლემის იდენტიფიცირებისა და შესწავლის შემდეგ კომისია გეგმავს ინტერვენციებს და ახორციელებს მათ. ასევე მნიშვნელოვანია ბოლო საფეხურზე შეფასდეს ინტერვენციის შედეგები, ანუ დადგინდეს, რამდენად გაამართლა განხორციელებულმა ინტერვენციებმა. როგორც ჩანს, პრაქტიკული კვლევის გამოყენება შეიძლება იმგვარი პრობლემების მოსაგვარებლად, რომელთა გადაჭრა სკოლისთვის ხელმისაწვდომია, მაგალითად, სწავლების მეთოდები, სტრატეგიები, შეფასების კრიტერიუმები, დამოკიდებულებები და ღირებულებები, მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარება, მენეჯმენტი, კონტროლი და ადმინისტრირება.